ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია დრო და გადაცემათა ციკლი ახალგაზრდა ექსპერტთა დრო, რომელიც გახლავთ ტელეკომპანია დროსა და ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი. მე რუსლან შავაძე გახლავთ გადაცემის საყვანი. დღევანდელი ჩვენი სტუმრები გახლავთ ხატია ქარსელაძე, ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ლიგა და შაკო ჩირხლაძე, ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ლიგა ასევე. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს თანამშრომლობაზე. თუ როგორ ახდენენ საერთაშორისო ორგანიზაციები, იგივე როგორც რეგიონალური, ასევე უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ზეგავლენას, როგორ ქმნია პოლიტიკურ რამით საქართველოში და როგორ ახერხებს საქართველოს ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით საკუთარი გრძელვადიანი და მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივის დაგეგმვას. ხოლო გადაცემის მეორე ნაწილში შევეხებით ასევე საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებს, რომელიც საქართველოში ატარებენ კვლევებს და ფაქტობრივად ხელს უწყობენ პოლიტიკური ამედის შექმნას. ბატონო შაკო, მინდა თქვენთან გადმოვიდე კითხვით. მოგეხსენებათ, რეგიონი არის ძალზედ ცხელი წერტილი იმის მიხედვით, რომ ფაქტობრივად კავკასია არის ტრანზიტული მაგისტრალი და განიხილება ერთიან სივრცეთ, რომლის გული არის ფაქტობრივად საქართველო. მოგეხსენებათ უნივერსალური ორგანიზაციების როლი და თამაშის წესები ამ რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ასევე არ უნდა დავივიწყოთ რეგიონული ორგანიზაციები და ასევე თუ შეგიძლიათ თქვენ რეგიონული ორგანიზაციების როლი და საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივები, რომ მოგეხსენოთ. კი ბატონო, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის. რაც შეეხება თვითონ საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ზოგადად თუ უფრო კონკრეტულად რეგიონულ ორგანიზაციების როლს კავკასიის განვითარებაში და ზოგადად საქართველოს სტაბილურობაში, პირველ რიგში აღსანიშნავი ერთი ფაქტორი. ერთია, რომ არსებობს გლობალური, ასე ვთქვათ, ორგანიზაცია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელიც ფარავს ყველა კონტინენტს და ის მასში შესულია თითქმის ყველა მოქმედი სუვერენული სახელმწიფო და მას აქვს, რა თქმა უნდა, თავისი დიდი როლი სახელმწიფოთა შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობისათვის. თუმცა ასევე ეს ტენდენცია უკვე რამდენიმე ათწლეულის, რომ რეგიონალური ორგანიზაციები ისეთივე როგორებიც იქნებიან, თუნდაც მაგალითად აფრიკული კავშირი, იგივე არაბული ლიგა, დანარჩენ მსოფლიოში ასევე მაგალითად ისეთი კავკასიის რეგიონში ბისეკი, სუამი. ჩვენთან ბისეკი, შავი ზღვის თანამშრომლობის ორგანიზაცია სუამი, რომელიც ასე ვთქვათ, აკავშირებს კონკრეტული გეოგრაფიული თუ ეკონომიკური ასე ვთქვათ რაღაც ცვლადებით დაკავშირებულ სახელმწიფოებს ერთმანეთთან. მაგალითად რო ავიღოთ ერთი ბისეკი, შავი ზღვის თანამშრომლობის ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციას თავისი ეკონომიკური ასე ვთქვათ ეკონომიკური სარჩულიდან გამომდინარე დიდი როლი აქვს იგივე შავი ზღვის ქვეყნების აუზის თანამშრომლობაში, თუნდაც ეს იქნება საქართველო, თურქეთი, საქართველო, უკრაინა თუ ასე შემდეგ. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ერთია, ასე ვთქვათ, უნივერსალური, როგორც თქვენ ახსენებთ, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ უფრო გლობალურ ჭრილზე თანამშრომლობას და მეორეა უფრო, ასე ვთქვათ, რეგიონალური. თუმცა ერთი კეთილი ბატონო შაკო, სიღრმეში ჩავიდეთ და ტელემაყურებლებს კარგად გამომართოთ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რეგიონული ორგანიზაციები ფაქტობრივად, როგორც ახსენეთ, ეს საერთაშორისო უნივერსალური ორგანიზაციები ფარავენ ფაქტობრივად ამ იგივე და შესაძლებელია თუ არა ვიმშელოთ იმაზე, რომ ეს რეგიონული ორგანიზაციები არის უნივერსალური ორგანიზაციის დანამატი და ფაქტობრივად ისინი ვერ ახორციელებენ იმ ფუნქციას, რაც თავის თავში არის დაეკისრებული, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ის რესურსი, თქვათ იგივე ეკონომიკური, თქვათ შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური რესურსებზე ვისაუბროთ, არ აქვთ პოლიტიკური სიძლიერე და სტაბილურობა იმ კუთხით, რომ თავიანთი დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატარავ რეგიონში და კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში რო აქცენტები გავაკეთოთ. კი ბატონო, ერთი რაღაც სწორად ახსენეთ, რომ ერთი ასე ვთქვათ გლობალური ორგანიზაცია და ჩვენ შეგვიძლია რეგიონული ორგანიზაციები გამოვხილოთ ზოგადად როგორც ასე ვთქვათ უფრო შემცირებული ვარიანტი, ისევე თავისი რესურსებით, ასევე მისი გავლენით, რა უნდა დაგვაუწყდეს საერთაშორისო ორგანიზაციები, ასე ვთქვათ, რა აქტორებისგან შედგებიან. ესენი არიან ეროვნული, უბრალოდ ეროვნული სახელმწიფოები. შესაბამისად, მაგალითად ბისეკის შემავალი ორგანიზაციები, იგივე საქართველო, იგივე თურქეთი, ხო, ისეთ ამინს, რა თქმა უნდა, მსოფლიოში ვერ შექმნიან, როგორც თუნდაც იგივე გაეროს უშიშროების საბჭოს შემადგენელი სახელმწიფოები. თუმცა
მაინც ჩემი აზრით არ უნდა დავაკნინოთ მისი როლი, იმიტომ ზოგადი ეკონომიკური კი შესაძლებელია საერთაშორისო არენაზე მათ ვერ შექმნა, მაგრამ უშუალოდ რეგიონში თუნდაც ერთ ფაქტორს მოვიყვან. იმართება, ასე ვთქვათ, ფორუმები შავი ზღვის თანამშრომლობის ქვეყნებს შორის ახლახანს მაგალითად ჩვენი პარლამენტის, ასე ვთქვათ, უმრავლესობის წევრი არის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამ ფორუმის და აქ უკვე ის ჩვენი კონკრეტული მეზობლები, რომლებსაც გვაქვს ერთი ინტერესები, რომლებსაც გვაქვს საერთო სავაჭრო, ასე ვთქვათ, ინტერესები, იმიტომ რომ ერთმანეთზე არის მიმული რეგიონალური ეკონომიკა, ერთმანეთზეა მიმული რეგიონალური ენერგეტიკული ეკონომიკა, უფრო ასე ვთქვათ, მყუდროდ მშვიდად განეხილავენ და ეს არის მისასალმებელი. თუმცა აქ არის გარკვეული, ასე ვთქვათ, სისუსტეები, რაც ძალიან ბუნებრივია, კონკრეტულად კეთილ რასაც გულისხმობ. სისუსტე მდგომარეობს იმაში, რომ სამწუხაროდ რეგიონალურ ორგანიზაციებს ეს არამხოლოდ ბისეკისა და თუნდაც ზოამის შემთხვევაში, იგივე თუნდაც არაბული ლიგის ან აფრიკული კავშირის შემთხვევაში, მათ როგორც წესი ხშირად არ შეუძლიათ ასე ვთქვათ, იყვნენ ისეთივე ეფექტურები, ისეთივე ასე ვთქვათ, გავლენა მოახდინონ პროცესებზე, როგორც ეს მაგალითად შეუძლია იგივე გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ან თუნდაც კეთილი ბატონო შაკო, მადლობა საინტერესო მოსაზრებისთვის. მე მინდა კითხვით გადავიდე ხატიასთან. ხატია, თქვენ როგორ ფიქრობთ, რეგიონალური ორგანიზაციები გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე იქნება, თუ აქ დევს რაიმე პოლიტიკური ინტერესი, ეკონომიკური ინტერესი, თუ რა ფაქტორები განაპირობებს ზოგადად ორგანიზაციების წარმოქმნას და კიდევ ერთ დავამატებ, პატარა ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გაატარონ თავიანთი პოლიტიკა იმისთვის, რომ რეალურად იარსებონ, ან საკუთარ მოსახლეობას შეექმნან კეთილდღეობა, ამ რეგიონულ ორგანიზაციებში უნდა გაწევრიანდნენ, თუ მათ უნდა შექმნან სხვა რაიმე სახის თანამშრომლობა, რომელიც ამ ორგანიზაციებისგან იქნება განსხვავებული. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და უშუალოდ ახლა პასუხსა გადავალ. ანუ მოგეხსენებათ 1991 წელს დაიშალა საბჭოთა კავშირი ოფიციალურად. ამის შემდეგ გამოიყო 15 რესპუბლიკა, მიიღო რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ უკვე როცა ვერ მოხერხდა ლენინური სოციალიზმიდან ისევ კაპიტალიზმზე გადასვლის პროცესი, იწყება მათი რაღაც ჯგუფებად გაერთიანება, მარტივად რომ ვთქვათ. შესაბამისად იქმნება DSET, SUAMI და ასე შემდეგ ორგანიზაციები, რეგიონალური ორგანიზაციები. რაც ჩემი აზრით ვფიქრობ, რომ გეოპოლიტიკიდან გამომდინარე არის და გეოგრაფიული მდებარეობიდან. ვინაიდან პატარა სახელმწიფოს ყოველთვის სჭირდება მფარველი სახელმწიფო იქნება ეს თუ მისი მეზობელი დიდი სახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების პერსპექტივა. კაცრავად, რო დავაკონკრეტელოთ, მფარველი მაყურებელს რო გავამართოთ, მფარველი ან ხო არ ნიშნავს ეს პარტნიორს გულისხმობთ, თუ გულისხმობთ მოკავშირეს ან სატელიტს. ამ შემთხვევაში, თქვა საქართველოს დამემართებაში, როგორ შეიძლება განვიხილოთ ეს რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციები და კლასიფიკაცია რომ მოვახდინოთ, იგივე თქვათ უნივერსალურ ორგანიზაციასთან საქართველოს აკავშირებს თქვათ იგივე პარტნიორობის და თანამშრომლობის ფორმატი იგივე. შესაძლებელია თუ არა აიყოს საფრთხე იმის, რომ რომელიმე თქვათ სხვა სამხედრო თუ ეკონომიკურ ორგანიზაციასთან საქართველოს იყოს სატელიტი და ის სრულფასოვანი მოკავშირე ვერ გახდეს. შესაძლებელია რომ მართლაც ვერ გახდეს სრულფასოვანი მოკავშირე, შეიძლება ძალიან მწვავე განცხადება, მაგრამ ეს გამომდინარეობს საქართველოს ალბათ ტერიტორიული სიმცირისგან, ასევე არასაკმარისი რესურსისგან, იგივე ჯარის ფორმატით, თუ იგივე საერთაშორისო გამოცდილების ფორმატით. ამიტომაც არის, რომ უნივერსალური ორგანიზაციები საქართველოს აუცილებლად სჭირდება. რეგიონალური ორგანიზაცია ვერ მოუტანს საქართველოს იმხელა წარმატებებს, თუნდაც შაკომრა ორგანიზაციებიც აღნიშნა, ვინაიდან თუ მოხდება თქვათ ასეთი პატარა სახელმწიფოების გაერთიანება, რომელსაც აქვს ერთი მისწრაფება, ეს არის დემოკრატიზაციის პროცესი და ეს არის საერთაშორისო
ელიტასთან დაახლოების პრინციპი ყველას ერთი და იგივე სურვილი ამოძრავებს, ხო? ამ პატარა სახელმწიფოებს. შესაბამისად, ერთნაირად იბრძვიან ამის მისაღწევად, მაგრამ როცა გეხმარება უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციები და ზესახელმწიფო, ხო? ასე ვთქვათ, დასავლეთი. კეთილი ხატია, მადლობა საინტერესო მოსაზრებისთვის, მაგრამ მე მინდა გავმარტო და დავამატო, რომ ის უნივერსალური ორგანიზაცია, მაგალითად გაერო, ციტირებას ვახდენ თანამეგობრობის და ზოგადად თეორეტიკოსების მოსაზრებით, გაერო უნდა განიცადოს მოდერნიზაცია, რადგან ის ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას, რასთან ნაკისი ვალდებულებები ჰქონდა. ამიტომ აქედან გამომდინარე, ბატონო შაკო, მინდა თქვენთან გადმოვიდე კითხვით. თუ იგივე რეგიონული ორგანიზაციები, იგივე ავიღოთ ნატო, ევროკავშირი ან სხვა ტიპის ორგანიზაციები, თქვათ, თავარი მათი ამოსავალი წერტილი იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული იყო, დღესდღეობით ეს ორგანიზაციები რა მიმართულებით უნდა ახორციელებდნენ თავიანთ პოლიტიკას, რომ ისინი იყვნენ ეფექტური და იგივე საქართველოსთან მიმართებაში გაერო უნივერსალური ორგანიზაცია და ფაქტობრივად ვერ ახდენს იმ პრობლემების დაფარვას, გადაფარვას საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც შექმნის ამინს რეგიონში სტაბილურობისათვის. ბატონო, მოდი შევესწრებთ ნაწილ-ნაწილ პასუხი, იმიტომ რომ თითოეული ორგანიზაცია მოითხოვს ასე ვთქვათ ინდივიდუალურ ანალიზს. რო დავიწყოთ პირველი გაეროთი. რეალურად გაეროს წინამორბედი ერთა ლიგა ამ ორგანიზაციამ განიცადა კრახი იმ მარტივი მიზეზით გამო, რომ ფაქტობრივად ჩანასახში რაც ჰქონდა უდროულსონს, მან ვერც ერთი ის ასე ვთქვათ ვალდებულება ვერ შეასრულა, ვერ ასე ვთქვათ მოახერხა ის რომ საბჭოთა რუსეთის მხრიდან მეზობლების ოკუპაცია არ მომხდარიყო, ვერ შეაჩერა ასე ვთქვათ ანშლუსი და ომის დაწყებაშიც დიდი ასე ვთქვათ ვერაფერი ომის არ დაწყებაში თავი ვერ გამოიჩინა. შესაბამისად, სახელმწიფოები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რაღაც იყო ახალი მექანიზმი საჭირო და ახალი ტიპის ორგანიზაცია, რომელიც იქნებოდა უფრო ეფექტური. გეთანხმებით იმ ნაწილში, რომ გაერო, ანუ უბრალოდ ნატო შეიქმნა ნამდვილად საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის საპირისპიროდ, უბრალოდ ჯერ იყო ნატო, შემდეგ ვარშავის პაქტის ქვეყნები, თუმცა 90-იან წლებში, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, ფაქტობრივად აქ იყო ერთგვარი რაღაც ლეგიტიმაციის კრიზისი. ვისგან უნდა დაიცვას ნატომ თავი, ხო? თუმცა 90-იან წლების ბოლოს, განსაკუთრებით 9/11-ის ტერაქტმა აჩვენა ის, რომ მსოფლიოში, ასე ვთქვათ, საფრთხეს გლობალური საფრთხების კუთხით არ წარმოადგენენ მხოლოდ და მხოლოდ რაღაც არ წარმოადგენდა საბჭოთა კავშირი, ეს იყო ტრანსნაციონალური დანაშაული, კერძო ტერორიზმი. შესაბამისად, როგორ უნდა თუმცა უკრაინის პროცესები, ყირიმის ოკუპაცია, ანექსია, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ეს მაინც გვაფიქრებინებს იმას, რომ თუ ნატომ, ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა და საქართველო არ არის ნატოს წევრი, თუმცა ეს ჩვენ ვართ ორივე სახელმწიფო არის გაეროს წევრი, თუ გაერომ არ მოახერხა, ასე ვთქვათ, გადახედვა თავისი ისევე იგივე ეს იქნება დოქტრინის, ან გარკვეულწილად უფრო მოდერნიზებული. კეთილი ბატონო შაკო, საინტერესოა. მე მინდა ჩაგიკითხოთ, ისევე როგორც თქვათ, ეს ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც დღევანდელი მსოფლიოს ფაქტობრივად ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ და ამერიკის შეერთებული პოლიტიკის ძირითადი განცხადება იყო სწორედ ის, რომ ჩვენ ძირითადი მტერი არის სწორედ ტერორიზმი, ხო? ეს ტერორისტული ორგანიზაციები იგივე ამ ძალიან დიდი მასშტაბით გავიდა, იგივე ICC, რომელმაც ფაქტობრივად სახელმწიფო შექმნეს და ჩამოაყალიბეს. ხო არ ფიქრობთ თქვენ, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაციები არის რეგიონული ორგანიზაციების ალტერნატივა, რომლებიც ამ დიდ საერთაშორისო უნივერსალურ რეგიონალურ სამხედრო ეკონომიკურ ორგანიზაციებს უპირისპირდებიან და ქმნიან საპირწონე ძალას. ერთი ფაქტზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ რეგიონალური ორგანიზაცია აი ამ ნაწილში ვერ დაგეთანხმებით, არ ქმნის საპირწონე ძალას გლობალური ორგანიზაციისა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ის რეგიონული არა, ტერორისტული ორგანიზაცია რეგიონის საპირწონე ძალა, რეგიონული. კი ბატონო, აი უკვე სხვა თემა. რაც შეეხება თვითონ ტერორისტულ ორგანიზაციას, იგივე ICC, რომელიც ფაქტობრივად რაღაც კონკრეტულ საზღვრებში ცხოვრობს, ეს არის მაგალითად ერთ-ერთი რეგიონული ორგანიზაციის ტერიტორიაზე. აი, გარს ვთქვათ, დომინანტი არის არაბული ლიგა.
ლიგა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არაბული ლიგა ჯერჯერობით სამწუხაროდ ვერ ახერხებს რაიმე ქმედითი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა გაუწიოს აისის. რაც შეეხება არის თუ არა მისი საპირწონე ეს ტერორისტული ორგანიზაციები, ჯერჯერობით მე პირადად ვერ გავიზიარებ იმას, რომ ის არის სრულფასოვანი საპირწონე, გამომდინარე იქიდან, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს აქვს თავისი მოქმედების სპეციფიკა და ერთი. ისინი ძირითადად ორიენტირებული არიან რაღაც მოკლევადიან მიზნებზე, შეიძლება იყოს კონკრეტული ტერორისტული აქტის განხორციელება. ანუ თქვენ თვლით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების კლასიფიკაციაში ეს ტერორისტული ორგანიზაციები თავიანთი მოქმედების მასშტაბით იგივე შინაარსით, ანუ არ შედიან კლასიფიკაციაში. ზოგადად არსებობს ტერორიზმი, ლოკალური ტერორიზმი, როდესაც ერთი კონკრეტული ორგანიზაცია იბრძვის ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ და არსებობს საერთაშორისო ტერორისტული ქსელი, ასე ვთქვათ, რომელსაც აქვს ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, რაღაც ფილიალები, თუნდაც იგივე ალ-ქაიდა იყოს მსოფლიოს სხვადასხვა იმაში ნაწილში. თუმცა გამომდინარე მათი მოქმედების სპეციფიკიდან ამას გაქვს უბრალოდ ხაზი, რომ ისინი ძირითადად ფაქტობრივად ნახევრად პარტიზანული ომის პირობებში იყოფებიან ძირითადად, ხო, აქედან გამომდინარე მათ უჭირთ იყვნენ საპირწონე რეგიონული ორგანიზაციების. თუმცა ეს არ აკრინებს მათ, ასე ვთქვათ, გავლენას, იმიტომ მაგათ ალ-ქაიდას გავლენა დაწყებული აფრიკული სახელმწიფოებიდან ფაქტობრივად ინდონეზიიდან. ესე იგი ფაქტია, რომ რეგიონულ ორგანიზაციებზე მეტი გავლენა ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს იგივე საერთაშორისო ტერორისტულ ქსელებს ფაქტობრივად აქვთ იგივე იმ რეგიონში, რომელიც ეს რეგიონული კავშირები არის. კეთილი ბატონო შაკო, ხატია მინდა თქვენთან გადმოვიდე კითხვით. საქართველოსთან მიმართებაში იგივე საქართველო არის ბისეკის წევრი, სუამის წევრი, გაეროს წევრი. და აქვს გაცხადებული პოლიტიკა ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოების და ასევე საუბარი არის ეს ფაქტობრივად ერთი პოლიტიკურ ჩვენ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში და ჩვენ პოლიტიკურ რეალობაში შემოვიდა ახალი ტერმინი ევრაზიული კავშირი, რომელიც განიხილება ალტერნატიულ ძალად ნატოში და საზოგადოებაში ეს ერთ ღელვათა ღელვის ეპიცენტრს წარმოშობს ევრაზიული კავშირი თუ ნატო, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ხელის მოსახლეობამ 75% დააფიქსირა რეფერენდუმით, სწორედ ნატოსთან ურთიერთობის რეფერენდუმის ფორმატი არ ქონდა, მაგრამ მარჩენების დროს ქონდა ერთ-ერთი პლებისციტი ნატოსთან თანამშრომლობს. თქვენ როგორ მიგაჩნია საქართველოს ამ ორგანიზაციებთან, რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნება საქართველოსთვის, იგივე იმ ასპექტებით, რომელი ასპექტებსაც განითვალისწინებს ეს ორგანიზაციები, იგივე სამხედრო, ეკონომიკური თუ სხვა. ჩემი აზრით უკვე გარკვეული წლების განმავლობაში საქართველო აქტიურ ნაბიჯებს დგამს ნატოში ინტეგრაციის კუთხით. შესაბამისად ეს ახალი შთაგონებები, ახალი ორგანიზაციების შესახებ ვფიქრობ, რომ არ გამოიწვევს დიდ ინტერესს ქართველ მოსახლეობაში, იმიტომ რომ რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებით? ქართველი ერის გათვითცნობიერება. მაშინ კიდე უნდა დაიწყოს უფრო მეტი სამოქალაქო განათლების კუთხით ქართველი ერის, ასე ვთქვათ, ინფორმირება, იმიტომ რომ ამ ეტაპზე საქართველოში მოსახლეობამ არ იცოდა რა იყო ნატო, ხო, დიდმა ნაწილმა. როცა უკვე მიხვდნენ რატომ უნდა შევიდეს საქართველო ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანების ნაწილი, რატომ უნდა გახდეს, მიემხრო ხალხი ამას, თქვენც ნახეთ, თქვენც ახსენეთ გამოკითხვის შედეგები და აქ მაქვს ზუსტად აირაის გამოკითხვის შედეგები, ნატოში გაწევრიანების სურვილი ზუსტად აქვს ეხლა ვაკეთყვით 78%. ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ქართველი ერი მიისწრაფვის ამისკენ. თუმცა საპირწონედ უნდა აღნიშნოთ, რომ 31% ამ NDI-ის გამოკითხვებით NDI-ის 31% მომხრე არის ევრაზიული კავშირში. ბატონო და ასე თუ გავითვალისწინებთ, ასე ვთქვათ, 9 მაისს გამართულ ღონისძიებებს, კერძოდ კომუნისტური პარტიის მიერ, ასე ვთქვათ, ორგანიზებულ და სხვა პრო-რუსული, ასე ვთქვათ, რაღაც ჯგუფების, ყოველ შემთხვევაში იმ ჯგუფებისა, რომელთა სიმპათიებიც იხრება ჩრდილოეთისკენ, მათ გამართულ საკმაოდ ხალხმრავალ აქციას გორში.
მე პირადად ხატიას მსგავსი ოპტიმიზმის სამწუხაროდ არ მექნება, თქვენ ახსენეთ, ან NDI-ის ბოლო გამოკითხვა, ეს იყო რამდენიმე დღის წინ, როცა ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა შედეგები და 31%-მდე არის გაზრდილი იმ ადამიანების, ასე ვთქვათ, რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ევრაზიულ კავშირში უფრო, ასე ვთქვათ, უკეთესი იქნება საქართველოს მომავლისთვის. ჩემი აზრით, ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. პირველი ეს არსებობს, ასე ვთქვათ, პოლიტიკის მეცნიერებაში ეცნება საზოგადოების გადაღლილობა და გადაღლილობა ალბათ გამოიწვია, რაც არ არის უკვე ხო ფაქტორად 99 წლიდან პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამა რო დაიწყო, ახლოვდებით ნატოსთან, თუმცა აი დავასრულებ კაცრავად ამას, რომ ჯერჯერობით აი მე ქმედითი ნაბიჯი სამოქმედო გეგმაც არ აქვს სამწუხაროდ. და ალბათ ეს იწვევს მოსახლეობაში იმის განცდას და პესიმიზმს, რომ მოდი, რადგან ეს არ გამოდის, არ უჩიოთ სხვა გზა, თუმცა ეს სამწუხაროა და ამაზე სამუშაო აქვს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ სამოქალაქო საზოგადოებას. კეთილი ბატონო შაკო, მაგ თემას აი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციებს, რომელიც საქართველოში ატარებენ კვლევას, მე გადაცემის მეორე ბლოკში ვისაუბრებთ. გავაგზავნოთ ის თემა, რომელიც ეხებოდა, ვთქვათ, ტერორისტულ ორგანიზაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციების სპეციფიკას და კლასიფიკაციას. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო შაკო, საქართველოსთვის რომელი იქნება ამ ეტაპზე ყველაზე ხერსაყრელი, რომელ ორგანიზაციაში შესვლა და რატომ? რა თქმა უნდა, ჩვენი გაცხადებული სურვილია გავხდეთ, ასე ვთქვათ, ევროატლანტიკური ოჯახის წევრი და, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად რეალურად რაც ორგანიზაციაც არსებობს, ისეთი ეფექტური და ისეთი ასე ვთქვათ სარგებლის მოტანა არ შეუძლია არც ერთ ორგანიზაციას, როგორც ნატოსა და ევროკავშირს. თუმცა მაგალითად დღეს რომ დღევანდელი შედეგით ეს განაცხადა სხვადასხვა ევროკავშირის წარმომადგენლებმაც, რომ დღეს რომ საქართველო მაგალითად შევიდეს ევროკავშირში, შესაძლოა ამან ჩვენი ეკონომიკა ასე ვთქვათ, დაანგრიოს, იმიტომ რომ იქ არის კონკრეტული ნაბიჯები გასავლელი, რისთვისაც ჩვენ შეიძლება მზად არ ვიყოთ. თუმცა დღეს რომ შევიდეთ, სამწუხაროდ ეს არ არის მხოლოდ ჩვენებას სრულიად დამოკიდებული, საქართველო თუ გახდება ნატოს წევრი, ეს ასე ვთქვათ, ეკონომიკასთან არ არის იმდენად კავშირსფროდ, გამოიწვევს უსაფრთხოების დონის გაზრდას. მინდა ჩაგეკითხოთ ბატონო შაკო, იგივე საბერძნეთის დღევანდელი მთავრობის ციპრასის განცხადებით, რომელმაც აღნიშნა, რომ პატარა სახელმწიფოების და პატარა ეკონომიკური რესურსების მქონე ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი და პირადად საბერძნეთისთვის განაცხადა, რომ ისინი თანამშრომლობს კონკრეტულ ქვეყნებთან და არა ვთქვათ იმ დიდ სამეორთან, რომელიც გულისხმობს ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და მსოფლიო სავალუტო ფონდი, არაპიროს მაგ ორგანიზაციებთან, მაგათთან თანამშრომლობას და კონკრეტულად რომელიმე ქვეყანასთან აპიროს თანამშრომლობას. ამ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ფაქტობრივად თქვენ იგივე ახსენეთ ევროკავშირის შესვლის შემთხვევაში, თქვათ, ეკონომიკური პრობლემების შემთხვევაში, ხო არ გამოყოფთ იმ ტენდენციას, რომ რომელიმე სხვა ქვეყანასთან კონკრეტული თანამშრომლობით შესაძლებელია უფრო ხერსაყრელი? კი ბატონო, ჯერეთი მოკლედ ბატონო შაკო, კი დაამთავრეთ აზრი და რეკლამაზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი არის ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში ცდილობს შეიქმნას ერთიან ორგანიზმად და ევროკავშირი დღეს ერთად აღებული ყველა 28 სახელმწიფო დღეს ქმნის ყველაზე მეტ დოლარს, რომ შევადაროთ იგივე იაპონიის ეკონომიკა, შეერთებული შტატების ეკონომიკა, ჩინეთის ეკონომიკა, თუმცა ეს არ არის რაღაც გლობალური მართლობა, შესაბამისად 28 სახელმწიფოს აქვს თავისი ეროვნული პოლიტიკა, თავისი ეროვნული მიზნები და იგივე ასე ვთქვათ ციprasის ხაზი რო გავაგრძელოთ, ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს 28 ასე ვთქვათ სახელმწიფოსთან ერთნაირ მიდგომას. თუმცა აქ თუ საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულად უფრო რომელიმე კონკრეტულ ქვეყანასთან ექნება თანამშრომლობა და ორმხრივი, არა მრავალმხრივი, არამედ ორმხრივი ეკონომიკური, ასე ვთქვათ, კავშირის ფორმატში წამოვა ინვესტიციები თუ რაღაც ერთობლივი პროექტი განხორციელდება, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია. ალბათ შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ, რომელი ქვეყანა შეიძლება იყოს საქართველოსთვის, ასე ვთქვათ, საინტერესო და მიმზიდველი, იმიტომ რომ ევროკავშირი შედგება ბევრი სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო. ევროკავშირში არის ბულგარეთიც, რომელიც არ არის იმდენად მაღალგანვითარებული და ევროკავშირში არის მაგალითად ნიდერლანდების სამეფო. შესაბამისად, ჩემი აზრით, მოკლედ ბატონო შაკო, რამდენიმე ასე ვთქვათ დავასრულებ. ქვეყნის ეკონომიკა რა კუთხითაც ვითარდება, აი ეს დარგები, ეს იქნება სოფლის მეურნეობა თუ ნებისმიერი სხვა
ევროკავშირის 28 სახელმწიფოდან რომელ ქვეყანასაც ასე ვთქვათ უფრო მეტად აქვს განვითარებული, კარგი იქნება ორმხრივი ასე ვთქვათ თანამშრომლობის ფორმატში მათთან ვიურთიერთოთ და ეს ალბათ მომგებიანი იქნება სახელმწიფო. სანამ შევალთ, იმედია შევალთ. კეთილი, მცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ დაგიბრუნდებით ეთერში.